მაქვს ასეთი კითხვა ქალბატონო თამარ თქვენთან და პრინციპში ყველასთან ჩვენ ახლა კომიტეტის წარმომადგენლებმა მაგალითად დღეს რომ გთხოვოთ რომ ორშაბათისთვის პირობითად გაიაფოთ 10%-ით პირობითად 5 ან 10 პროდუქტი. რძე, კვერცხი, წიწიბურა, შაქარი, მაკარონი 10%-ით ორშაბათიდან. მაინტერესებს ყველას პასუხი სათითაოდ თუ შეგიძლიათ ეს. რის ხარჯზე წარმოგიდგენიათ აღნიშნული? პირდაპირ მე არ გეკითხებთ რის ხარჯზე. შეგიძლიათ თუ არა, ჩვენ რომ გთხოვოთ დღეს ორშაბათს 10%-ით, აი ეს პირობითად ჩამოთვლილი 5% გაიაფოთ, ოღონდ ძალიან გთხოვთ ესე კი ან არა მიფასო. ანუ ნახეთ, თუ ეს პრინციპული საკითხია და პრინციპული მოთხოვნაა, რაღაც მოკლევადაში შესაძლებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ მოთხოვნის საფუძველზე არის შესაძლებელი, ანუ თუ თქვენი მოთხოვნა იქ რაღაც პირობითად 2 დღე, 3 დღე, თორე გრძელვადაში აღნიშნულის გაკეთება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტად იმ პროდუქტებს, რაც თქვენ ახსენეთ და ჩამოთვალეთ, ფასდამატი კი არა. ანუ ის 2 დღე როგორ გაიაფებთ თუ თქვა არ შეგიძლიათ სამომავლოდ? ხარჯზე დანარჩენი პროდუქტები ანუ ვერ გაიაფებთ. მოგების ხარჯზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაიაფებთ, იმიტომ რომ გრძელვადაში ვერ გავაიაფებთ ანუ მე ვერანაირად. გეკითხებით, შეგვიძლია თუ არა გავაიაფოთ 1 თვე, 3 თვე, 1 წელი? ვერ გავაიაფებთ. 10%-ით ბატონო სოსო. შეუძლებელია. უკაცრავად თქვენც იქნებ მიპასუხოთ. მოგესალმებით. თავს მე წარვადგენ. კი, კი. უცებ გიპასუხებთ, ანუ პრინციპში ეგრე არ მუშაობს ბიზნესი, რომ არა, ეს ვიცი. რაღაც სტრუქტურიდან დაუშვათ ნებისმიერიდან გთხოვეს, რომ გავაიაფოთ და გავთ, ეგრე არ მუშაობს. უკაცრავად არც პარლამენტი არ მუშაობს ესე, რომ რაღაცებს ვთხოვდეთ, ჩვენ ვიღებთ კანონებს, რეგულაციებს და შესაბამისად ხდება. უბრალოდ ეს ალბათ რიტორიკული კითხვა იყო, მინდა დავაზუსტო. რიტორიკულად ოპოზიციის წარმომადგენლის. რიტორიკულ შეკითხვაზე პასუხი რომ არა, ვერ შევიძლია. კი ბატონო და მაშინ მაქვს ბატონო შოთასთან კითხვა, ანუ ჩვენ რას ვაკეთებთ აქ? თუ პირობითად 10%-ით პირველად პროდუქტებს ვერ გააიაფებენ, ხო? ინსტრუქციაში რო გადავართ, ხედავთ კიდევ კარგად. უყურეთ, ინსტრუქციაში არ გადავდივარ ბატონო შოთა. გეკითხებით, გვეუბნება აგერ წარმომადგენელი 6 ადამიანია და ვერ გავაიაფებთ 10%-ით, ხო? ბატონმა კობახიძემ შეგვკვირდა რომ უნდა პირველადი პროდუქტები გაიაფდეს, ხო? და მაინტერესებს ძალიან ჩვეულებრივი კითხვას გეკითხებით. პასუხობთ, ეხლა დავშვიდეთ პასუხობთ. არა, მშვიდად თუ არა ხო, კარგი, მაშინ პასუხობთ. ჩვენ პროცესი არის ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლა. ჩვენ დავინახეთ პრობლემები, რომლის გაჟღერება მე არ მინდა ეხლა აქ. ჩვენც დავინახეთ რა თქმა უნდა. არის სისტემური გეგმა, რომლის მიხედვითაც ამ ფასწარმოქმნის ჯაჭვში, რომელიც 3 საფეხურიდან შედგება, ჩვენ ვჯერა რომ მივახცევთ მნიშვნელოვან კორექციას.